გექნება თუ არა შენი საოცნებო ცხოვრება? ეს რაზეა დამოკიდებული? შენს გენებზე თუ გარემოზე და შენს გადაწყვეტილებებზე? ალბათ ამაზე უმეტესობა მიპასუხებს ორივეზეო, მაგრამ რამხელაა გენების გავლენა შენი აზრით? 10%, 20%, 30 თუ იქნებ გაცილებით მეტი? აი მაგალითად რამდენიმე მახასიათებელი ადამიანის თვალისფერი, სიმაღლე, ინტელექტი, ხასიათი, ექნება თუ არა კარგი ნიშნები ან დისლექსია, შიზოფრენია და ასე შემდეგ. რამხელა ამ მახასიათებლებზე გენების გავლენა შენი აზრით? იგივე შეკითხვა დაუსვეს 5000 ბრიტანელს და მათი პასუხები აი აქ ჩანს. თავიდანვე გეტყვით, რომ ეს პასუხები არასწორია. რა არის სწორი გენეტიკური კვლევების მიხედვით, ამას ვიდეოს განმავლობაში გავიგებთ. მაგრამ მოდი დავიწყოთ თავიდან, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავსცეთ შეკითხვას პასუხი. რა უფრო მნიშვნელოვანია, გენები თუ გარემო? მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ, რამხელაა გენების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე? აი მაგალითად მესის, თოფურიას ან სტივ ჯობსის წარმატებაში რამდენი პროცენტი იყო წვრილი გენების და რამდენი მათი გარემოსი და ყოველდღიური გადაწყვეტილებების? ამის გასაგებად მეცნიერებს ბევრი წლის განმავლობაში ჰქონდათ ერთადერთი მეთოდი. აკვირდებოდნენ იდენტურ ტყუპებს. აი მაგალითად შოთი აჩი არველაძეები, რომელსაც ორივეს ნიჭი ჰქონდა ფეხბურთის თამაშის. მაგრამ შოთიმ ოდნავ უფრო მეწარმატებას მიაღწია ფეხბურთში, უფრო ტიტულოვან გუნდებში თამაშობდა. რატომ? მეცნიერებს ამ კითხვას თუ დაუსვავ, ისინი გიპასუხებენ, რომ ამაზე იმოქმედა გარემო. იმიტომ რომ ტყუპებს იდენტური გენები აქვთ 100%-ით. მართლაც აჩის ერთმა ტრავმამ შეცვალა მისი კარიერა სამუდამოდ, რომელიც სხვათა შორის ფეხბურთის თამაშის დროს კი არა მოტოციკლებზე სეირნობისას მოუვიდა. მეცნიერები კონკრეტულად შოთი აჩის არ აკვირდებოდნენ, მაგრამ წლების განმავლობაში დააკვირდნენ 100,000-ობით იდენტურ ტყუპს. და მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ის რაც საერთო ამ ტყუპებს შორის არის გენეტიკით განპირობებული და ის რაც არის განსხვავებული, ამ ყველაფერს განაპირობებს გარემო. მაგრამ აქ შეიძლება იკითხო, კი, მაგრამ ტყუპებს ხო გარემოც თავიდან ძალიან ერთნაირი აქვთ, ერთ ოჯახში იბადებიან ერთ და იგივე დროს, ხშირად ერთ სკოლაში დადიან. რა იციან, რომ მსგავსება, რომ აუცილებლად გენების დამსახურებაა. სწორედ ამიტომ გენეტიკოსები აკვირდებოდნენ ისეთ იდენტურ ტყუპებს, რომლებიც დაბადებიდანვე გაშვილებულები იყვნენ სხვადასხვა ოჯახებში. ასეთი ცნობილი ტყუპები არიან ტყუპები ჯიმები, რომლებიც 1929 წელს დაიბადნენ შტატ ოჰაიოში და გაშვილებული იქნენ სამშობიაროდან. და ისინი შეხვდნენ 40 წლის შემდეგ პირველად. როდესაც ერთმანეთი გაიცნეს, აღმოჩნდა ორივეს ცოლს ერქვა ლინდა, შემდეგ გაშორდნენ და ორივე მცოლად მოიყვანა ბეტი, ორივეს ყავდა ძაღლი, რომელსაც ერქვა ტოი. ორივე მუშაობდა სამართალდამცავ სისტემაში, ორივეს ჰობი იყო ხის ხელსაქმე, ორივეს აწუხებდა შაკიკი, ორივე ისვენებდა ერთი და იგივე პლაჟზე ფლორიდაში და ორივე ეწეოდა ერთი და იგივე ბრენდის სიგარეტს. ტყუპჯიმების შემთხვევა ძალიან ცნობილი და რადიკალური შემთხვევაა, მაგრამ სწორედ ასეთ ტყუპებს აკვირდებოდნენ მეცნიერები. გარდა ამისა, აკვირდებოდნენ ნაშვილებ ბავშვებს და ადარებდნენ ისინი წონით, ინტელექტით, განათლებით უფრო ამღზელმშობლებს გავდნენ თუ უფრო ბიოლოგიურს. და სწორედ აი ამ კვლევებზე დაყრდნობით დღეს გენეტიკოსებს აქვთ წარმოდგენა, რამდენი პროცენტით ახდენს გავლენას გენები ჩვენს პერსონაზე, ხასიათზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ხო და რა გავიგეთ ამ კვლევებით? მოდი დავიწყოთ შიზოფრენიით. თუ ერთ ტყუპს აქვს შიზოფრენია, შენი აზრით რამხელაა შანსი იმის, რომ მეორე ტყუპსაც ჰქონდეს შიზოფრენია? 100%? აღმოჩნდა, რომ არა, 50%. ერთის მხრივ თითქოს გენების გავლენა დიდი არ არის, მაგრამ მოდი მეორენაირად შევხედოთ. შიზოფრენიის განვითარების რისკი მთელს მოსახლეობაში არის 1%-ზე ნაკლები. და თუ ის გენები გაქვს, რომელიც შიზოფრენიისგან მიდრეკილს ხდის, შენი რისკი იზრდება 5000%-ით დაახლოებით. 50 ჯერ. ეს ძალიან დიდი ზრდა არის. ეს ნიშნავს, რომ გენებს ძალიან დიდი გავლენა აქვს. თანაც, როცა ვაბობთ, რომ მეორე ტყუპს მხოლოდ 50% აქვს რისკი განივითაროს შიზოფრენია, ეს არ ნიშნავს, რომ გენების გავლენა არის 50%. ეს ნიშნავს, რომ გაცილებით მაღალია გენების გავლენა შიზოფრენიის შემთხვევაში, ეს დაახლოებით 80%-ია. აი ამას როგორ ითვლიან გენეტიკოსები? ამას აღწერაში დავწერ აქ, რომ არ გადაგხალოთ სტატისტიკით. მოკლედ, შიზოფრენია რომ ძალიან დიდწილად განპირობებულია გენებით, ალბათ ბევრს არ გაუკვირდა. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ისეთ მახასიათებლებზე, რომელიც გონია, რომ ჩვენ კონტროლს ქვეშ არის, მამაზეც ძალიან დიდი გავლენა ქონია გენეტიკას. მაგალითად, ავიღოთ წონა. ზოგიერთმა ვიცით, რომ მიდრეკილება გვაქვს მამატებისკენ, ზოგს ნაკლებად. მაგრამ ხომ გონია, რომ წონა ისეთი რამეა, რაც ჩვენი კონტროლს ქვეშ არის. როგორ ვიკვებებით, რამდენს ვარჯიშობთ. აღმოჩნდა, რომ გენეტიკის გავლენა წონაზე არის 70%. ამას ადასტურებს კვლევები ნაშვილებ ბავშვებზე. როცა
ადარებდნენ ნაშვილები ბავშვების წონას, მათ ამხსდელებს, მათ შორის კორელაცია, ანუ თანხმდრა თითქმის არ იყო, მაგრამ ძალიან დიდი თანხმდრა ჰქონდათ ისეთ ბიოლოგიურ მშობლებთან, რომელთანაც შეხება საერთოდ არ ქონიათ. საქმე იმაშია, რომ წონას მარტო სიმსუქნისკენ მიდრეკილების გენი კი არ განსაზღვრავს. სხვათა შორის აღმოჩენილია კონკრეტული გენის ვარიაცია, რომელიც თუ ადამიანს აქვს, ის საშუალოდ 3-4 კილოთი მეტს იწონის ვიდრე სხვა ადამიანი. ეს არ ნიშნავს, რომ ამ გენის მქონე ადამიანი აუცილებლად მსუქანი იქნება, მაგრამ ის ჯგუფი ადამიანების, რომლებსაც აი ეს გენის ვარიაცია აქვთ, რომ შეადარო იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ გენის ვარიაცია არ აქვთ, 3 კილოთი მეტი იქნება ამ ჯგუფის საშუალო წონა. ხო და იმას ვამბობდი, რომ რა წონაზე იქნები არ არის მხოლოდ კონკრეტული აი ამ ერთი ან სხვა გენით განპირობებული. წონას განსაზღვრავს ძალიან ბევრი თვისების შესაბამისად გენის კომბინაცია, როგორია შენი ნებისყოფა, როგორია შენი კონკრეტული კონტროლი, როგორია შენი გემოს რეცეპტორები, როგორია შენი ცხიმის შენახვის პროტეინები და ეს ყველაფერი გადმოგეცემა შენ გენებით ბიოლოგიური მშობლებისაგან. სწორედ ამიტომაც ბავშვები უფრო ბიოლოგიურ მშობლებს ემსგავსებიან ვიდრე ამხსდელებს. იგივეა ინტელექტზეც. ყველამ ვიცით, რომ ინტელექტუალურ ოჯახში დაბადებულ ბავშვებს უფრო მაღალი ინტელექტი აქვს და ეს გასაკვირიც არ არის იმ გარემოში, სადაც შემეცნების წახალისება ხდება, ლოგიკურია, რომ ბავშვს მაღალი ინტელექტი ჰქონდეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ინტელექტიც ძალიან დიდწილად განპირობებულია გენეტიკით. როდესაც ადარებდნენ ნაშვილებ ბავშვების ინტელექტს, მათ ამხსდელებს, აქაც კორელაცია 0 იყო, ანუ თანხმდრა 0 იყო, მაგრამ ბავშვების ინტელექტი ემსგავსებოდა მათი ბიოლოგიური მშობლებისას. გენეტიკის გავლენა ინტელექტზე დაახლოებით გენეტიკოსებს გამოთვლილი აქვთ, რომ არის 45-50%. ამაზე უფრო გასაოცარი ის არის, რომ როგორი შემოსავლები გექნება, ესეც ძალიან დიდწილად ნაკარნახებია ჩვენი გენებით. რატომ არის, რომ დიდარ ოჯახში დაბადებულ ადამიანებს უფრო მაღალი შემოსავლები აქვთ ხოლმე ხშირად? ძალიან დიდხანს ეგონათ, ეს იმიტომ, რომ ბავშვობაში მათ უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ, მაგალითად, კარგი განათლება ან ინვესტიციის საშუალება. ეს ნაწილობრივ მართალია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თვითონ გენებს გაცილებით დიდი გავლენა ჰქონიათ. მაგალითად, მამაკაცის შემოსავლები 58%-ით იხსნება მათი გენებით, ქალების შემოსავლები 46%-ით. საქმე იმაში, რომ ეს ეხება შემოსავლებს და არა ზოგად სიმდიდრეს. რამხელა სიმდიდრე ექნება ადამიანს, ამაზე გენები არ ახდენს გავლენას. შენი გენების დამსახურება არ არის შენი მშობლები რას დაგიმტოვებენ მემკვიდრეობით, მაგრამ შემოსავლების გენერირება შენ რამდენად ახერხებ შემოსავლები გამოიმუშავო, ამაზე გენეტიკას ძალიან დიდი გავლენა ქონია. ესე იგი, ბავშვი, რომელიც მდიდარ ოჯახში იზრდება, მას მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობა კი არ ერგება მემკვიდრეობით, არამედ ის გენები, რომლითაც ის შეძლებს შემდეგ დააგენერიროს ახალი შემოსავლები. მეტიც, განქორწინებაც კი არის გენეტიკური კომპონენტით განპირობებული. და საერთოდ, რაც კი რაიმე ფსიქოლოგიური პარამეტრი გაუტესტავთ გენეტიკოსებს, აღმოჩნდა, რომ ყველაფერზე გენებს გავლენა აქვს სადღაც 30-დან 70%-მდე. დეპრესია, შფოთი, პოსტტრავმატული სინდრომი, ADHD, ნარკოდამოკიდებულება და სხვა დამოკიდებულებები ხშირად საშუალოდ 50%-ით განპირობებულია ჩვენი გენებით. აი ის ცხრილი, რომელიც ვიდეოს დასაწყისში გაჩვენეთ. თქვენ შეგიძლიათ დააპაუზოთ და ცხრილი დეტალურად ნახოთ, მაგრამ ამ ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ გენეტიკას ძალიან დიდი გავლენა აქვს თითოეულ მახასიათებელზე. საინტერესო ის არის, რომ ყველაზე ნაკლები გავლენა გენეტიკის 10% არის სწორედ სიმსივნეზე. კარგი, თუ გენეტიკა საშუალოდ 50%-ით განაპირობებს იმას, როგორი ვიქნებით. რა არის ის მეორე 50%? აქ ბევრი ალბათ იტყვის, ეს არის ბავშვობის პირველი წლების გამოცდილება, ოჯახი, ოჯახური გარემო, როგორ გვექცეოდნენ მშობლებიო. სწორედ ამიტომ მეცნიერებს რომ ენახათ, რამდენად ძლიერი აღზრდის კომპონენტი აკვირდებოდნენ უკვე არა იდენტურ ტყუპებს, არამედ განსხვავებული კვერცხუჭრედის ტყუპებს. ასეთ ტყუპებს გარემო ერთნაირი აქვთ ძირითადად, მაგრამ გენები აქვთ 50%-ით განსხვავებული. აღმოჩნდა, რომ ის საერთო გარემო, რომელიც ამ ტყუპებს აქვთ, ანუ მშობლების ურთიერთობა, მათი დამოკიდებულება, სოციოეკონომიკური ფაქტორები, როდესაც ისინი იბადებიან, გაცილებით ნაკლებ გავლენას ახდენს, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. მაგალითად, დეპრესიის განვითარების რისკი. 43% დეპრესია განვითარდება თუ არა განპირობებულია გენებით. მხოლოდ 3% არის განპირობებული საერთო გარემოთი. ანუ ის საერთო გარემო, რომელიც ტყუპებს მაგალითად ოჯახში ჰქონდათ. როგორი მეხსიერება ექნება ბავშვს, კარგი თუ ცუდი, ეს 46% განპირობებულია გენებით და მხოლოდ 6% საერთო გარემოთი. ხასიათი და ტემპერამენტი როგორი ექნებათ, 44% არის განპირობებული გენებით და მხოლოდ 13% ოჯახური გარემოთი. ერთადერთი ფაქტორი, სადაც საერთო ოჯახურ გარემოს ისეთივე ძლიერი გავლენა ჰქონდა, როგორც გენეტიკას, იყო რელიგიური მწამსი. 31% გენებით განპირობებული
დაკავებული და 33% ოჯახური გარემო. აი, რაში უნდა გამოვიყენოთ ეს ცოდნა და რატომ არის საერთოდ ამ ყველაფრის ცოდნა საჭირო? ჩვენ ძალიან ხშირად ბევრ რამეს ვაბრალებთ ჩვენ მშობლებს. დედამ ასე ქნა ბავშვობაში, მამა ასე მეკცეოდა და გონია რომ თუ ჩვენში რამე პრობლემა არის, ძირითადად ეს მშობლების ბრალია. სინამდვილეში ეს იშვიათად არის მართალი. თუ მშობელი მინიმალური ზრუნვის სტანდარტს ბავშვს აწვდიდა, ანუ თუ ოჯახში არ იყო უკიდურესად მძიმე ვითარება, ფიზიკური ან ემოციური ძალადობა, მაშინ მშობლების პატარ-პატარა სხვაობები აღზრდის მეთოდებში იყავი მკაცრი თუ რბილი, იყავი მოუცლელი თუ უფრო მეტროს ატარებდი სახში. აღმოჩნდა რომ იმხელა გავლენას ბავშვის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე არ ახდენს როგორც აქამდე გვეგონა. ეს კარგია იცოდნე მშობლებმაც. ძალიან ხშირად მშობლებს გვაქვს ეს დანაშაული შეგრძნება რომ ბავშვებს რაღაცა ისე არ გავუკეთეთ. სინამდვილეში თუ მინიმალური ზრუნვის სტანდარტი დაცული იყო, ბავშვის ხასიათზე, ფსიქოლოგიურ მიდრეკილებებზე გავლენას ახდენს გენეტიკა და სხვა რაღაცები. აი რა არის ეს სხვა რაღაცები? სწორედ ამაზე ვისაუბრებ ამ ეპიზოდის მეორე ნაწილში. შემდეგ სპინამდე.